მოგესალმებით მეგობრებო, ყოველს დილა მშვიდობისა, როგორ ხართ? ჩემო მიერთდით, ბევრს აღარ კითხავთ, ეხლა ისმის თუ არა ხმა, არის მის თუ ხმა, ისმის თუ არა, თორე იუთუბერები გამოვიდნენ წყობრიდან. ჩემი მსმენელი ძალიან ნერვიულია, როგორც ჩანს, და ბევრი კითხვები ჩემგან აღიზიანებს, ამიტომ ბევრს აღარ კითხავთ. მოგესალმებით, ჩემო კარგო, არ ვიცი რომელი ხარ, მაგრამ მოგესალმები. გუშინ დაგკვირდით, რომ მე ვისაუბრებდი ლაშა გიორგიზე და სპეციალურ ლაივს შავწერდი ესეთ ლაივს, სადაც ლაშა გიორგიზე ვისაუბრებდი. ერთი წუთით თუ შეიძლება. ლაივში ვარ რა და ისა ხმაურია და ცოტა ხო, კაი. ხო და ეხლა მოდი დავწყოთ, ლაივი დავწყოთ. ლაივი. მეგობრებო, ჯერ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ტრაგიკული ისტორია. ანუ მე ძალიან განვიცდი ამ ისტორიას. ეხლა რა ისტორიაც უნდა მოგიყვეთ და ტკივნეულია ჩემთვის ძალიან რა, ანუ როგორც საკუთარ თავზე გადახდენილ ისტორიად განვიცდი მე ამას. შევიგრძნობ მთლიანად და არის ესეთი შეგრძნება, გულის ტკივილის შეგრძნება მაქვს და ამიტომ შეიძლება ცოტა ემოციურიც ვიყო. ხო. და შეიძლება კიდევაც გავღიზიანდე კიდევაც და ნუ გაგიკვირდებათ რა ესეთი რაღაცეები რა, მე ძალიან ტრანსცენდენტული ვარ. ჩარჩოებიდან გასული ვარ და თქვენ ნუ გაგაკვირვებთ ეს ჩემი ჩარჩოებიდან გასვლა ჩემო სიყვარულო. ნუ გაგაკვირვებთ, იმიტომ რომ მე ვარ ისეთი როგორიც ვარ და მიყვარს ჩემი თავი ისეთი როგორიც ვარ. ეხლა ნახეთ, არის ესეთი მომენტი რა, თამარ მეფის შვილი ლაშა გიორგი, რომელიც ნიშნავს პრინციპში სახელი ესეთია რა, განმანათლებელი. ლაშა არის განმანათლებელი. და გიორგი არის კიდე, ვიცით რაც არის გიორგი, მიწათმოქმედი. ხო და როდესაც ლაშა გიორგი შეიქმნება 18 წლის, ამ დროს თამარ მეფე უკვე გარდაცვლილია. არავინ მოგატყუოთ, რომ თამარ მეფე იმ პერიოდში, როცა ლაშა გიორგი გაიცნო სუსანა, თამარ მეფე ცოცხალი იყო. არ იყო თამარ მეფე ცოცხალი, ამ დროს გარდაცვლილია თამარი. თამარ მეფე არ გარდაცვლილა 1210 წელს, თამარ მეფე გარდაიცვალა 1196 წელს. ხოლო ის 12 წელი, რომელიც შუალედი არის, ვითომ თამარ მეფე მეფობდა და ამ დროს მეფობდნენ სულ სხვა ვინმეები, არ ვიცით რატომ მოხდა ეგ, არ ვიცით რატომ არის ისტორიაში ეს დაფარული 12 წელი, მაგრამ თამარ მეფისა და ლაშა გიორგის მეფობის დროს მეფობდნენ სხვები. უпростоროდ თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ და ლაშა გიორგის მეფობის დროს, ამ დროს უკვე ჯეჯილობენ ქაჯები საქართველოში. ესენი არიან ფეოდალი ქაჯები, მე ამათ ესე უწოდებ. და ლაშა გიორგი, როდესაც იყო 12 წლის, თამარ მეფე მის მოსაყდრედ აიყვანა თავისთან, იმიტომ რომ თამარ მეფემ მოამზადა წინასწარ ლაშა გიორგი, 12 წლის რომ შეიქმნა ლაშა გიორგი. ამ დროს უკვე სათავეში არიან იოანე მხარგრძელი, ანუ ეპისკოპოსად დგას, ძალიან ახლო პირი იყო სამეფო კარისა იოანე მხარგრძელი და როდესაც თამარ მეფე გარდაიცვალება, იოანე მხარგრძელს ჩააბარებს თავის შვილს, ლაშა გიორგის. თუმცა ძალიან რთული საკითხია ის, რომ თამარ მეფე ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა იოანე მხარგრძელზე, რომ მის შვილს მოუვლიდა ლაშა გიორგის და მართლაც გაიგებოდა ის, რასაც თამარ მეფე ამზადებდა ნიადაგს რა. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ იოანე მხარგრძელი არის გაყიდული ადამიანი. მან ვერ გაიგო ვერაფერი. ეხლანდელი განმოსახედიდან რა. ეხლა გითხრათ რატომ? ანუ შევამზადე ვითარება, რომ გითხრათ ლაშა გიორგი
ვითარების პროდუქტია რა და მსხვერპლი ასევე. როდესაც ლაშა გიორგი 12 წლის ხდება, ის დედამისთან ერთად მოსაყდრედ არის და ეცნობა ამ საკითხებს. პატარა ბიჭია, მაგრამ ძალიან გონიერი ბიჭი იყო, რომელიც კარგად ითვისებდა განსაკუთრებით დედამისის ნათქვამს. და მას ასევე ყავდა რუსუდანი და ესე იგი წარმოიდგინე რუსუდანების გარემოცვაში იყო და რუსუდანი, დეიდა რუსუდანი და ბაბუდა რუსუდანი. ანუ მისი ბაბუის და იყო რუსუდანი, რომელიც პირდაპირ დავარად მოხსენიებული არის ვეფხისტყაოსანში. მისი დეიდა იყო რუსუდანი, ესე იგი თამარ მეფის შვილი ლაშა გიორგის და რუსუდანი, მასაც რუსუდანი ერქვა და თამარ მეფის დაც, რომელსაც ასევე ქვია რუსუდანი და რომელიც ხელებს აფათურებს აი ამ ლაშა გიორგის ცხოვრებაში, მასაც რუსუდანი ქვია. მოკლედ ეს რუსუდანების გარემოცვა იყო რაღაცა ქაჯების გარემოცვა, მოკლედ რა და ეხლა გითხრათ რატო ყველა რუსუდანმა პირდაპირ საქმეში ჩაისვარა რა, ანუ როგორ გითხრათ რა, თამარ მეფის შვილმაც, თამარ მეფის დამაც და თამარ მეფის მამიდამაც აი როგორც სულთა მხუთავებმა ისე იმოქმედეს როგორც თამარ მეფის წინააღმდეგ, ისე თამარ მეფის შვილის ლაშა გიორგის წინააღმდეგ. და ეხლა მოვყვეთ რატო და როგორ. იმიტომ რომ ესენი იყვნენ ქალური ვნებებით და დატყვევებული, არასექსუალური ვნებებით, ძალაუფლების ვნებებით დატყვევებული, სამივე რუსუდანი იყო ძალაუფლების მოყვარული მონა. და ჩვენ კარგად ვიცით რაც გააკეთა მერე თამარ მეფის შვილმა, ანუ ლაშა გიორგის დამ, რომ თავის შვილს რა გაუკეთა, თავის ძმისშვილს რა გაუკეთა, ესენი თუ არ იცით, ოდნავ უცბად მოვყვები, მაგრამ ჯერ გავაგზავნოთ რა. რა ხდება ახლა, ნახეთ, თამარ მეფე ამ დროს უკვე გარდაცვლილია 1196 წელს თამარი გარდაიცვალა. თუმცა ამაზე საუბარი არ აქვს ქართლის ცხოვრებას, იმიტომ რომ მხოლოდ ქრონიკონში წერია ეს და გამოთვლითია, უნდა გამოითვალო იქ. იმას მიუმატო წლები, რაღაცა წლები, დაბადების წელს მიუმატო ის წელი და იქ პირდაპირ არ გიწერია, რომ 1196 წელს გარდაიცვალა. შენ უნდა გამოითვალო ეს ქრონიკონის მიხედვით, გესმის? რომ დააზუსტო ზუსტად თამარი როდის გარდაიცვალა. თორე პირდაპირ ინფორმაციას არ გაწვდის ქართლის ცხოვრება. და თუ კი ამას გამოიძიებ, ჩემნაირად, მაშინ მიხვდები, რომ თამარ მეფე გაცილებით ადრე გარდაიცვალა, ვიდრე 1210 წელი და აი ამ 1210 წლამდე ვინ მეფობს საერთოდ საქართველოში, აზზე არ ვართ. თუმცა შეიძლება მიხვედრა. ხო? რუსუდანები მეფობენ ამ დროს. და ისინი, რა ქვია, სასულიერო პირები, თავადები და ჯეჯირობენ რა. ლაშა გიორგი კიდე არის პატარა ბიჭი, ეხლა რომელს გაუმკლავდეს რელიგიურ ვამპირებს, ძალაუფლების მოყარე ვამპირებს თუ ფეოდალებს, ხალხს, რომელიც ვაჭრები არიან და ძალაუფლებას ესე ატრიალებენ, როგორც დღეს რა. ხო და ერთადერთი ლაშა გიორგის ცხოვრებაში, ანუ ნათელი წერტილი, სადაც გამოჩნდა, ეს იყო მისი სასიყვარულო ისტორია. და ეკიდან გამომდინარე ჩვენ გავიარეთ, ხო? ვეფხისტყაოსანში მიჯნურობაზეა საუბარი. ვეფხისტყაოსანში იმ პერიოდში განიხილებოდა საზოგადოებაში თამარ მეფის იმაში დარბაზში, ესე რომ ვთქვათ, თამარ მეფის მაგიდასთან განიხილებოდა თემა მიჯნურობა, თემა სიყვარული, თემა ქრისტიანობა, გესმის? და თამარ მეფის გარდაცვალებით ამათმა უკვე ამოისუნთქეს ვაჭრებმა და სულით გაყიდულმა ადამიანებმა და აგერ ჩვენ ძალაუფლებაო და რა დროს სიყვარულიაო და რა დროს მიჯნურობა არისო, ყველამ გადაუსვა ვეფხისტყაოსანს ხაზი, მალავდნენ ამ წიგნს, წვავდნენ ამ წიგნს და რებს აღარ უშვებოდნენ, მაგრამ თამარ მეფის შვილმა ლაშა გიორგის თამარის გამოზრდილმა ხო იცის დედამისი რას ამბობს, ხომ უსმენდა დედამის ძალიან გულისყურით და მან იცის რომ ერთადერთი ნათელი წერტილი არის მხოლოდ შენს გულში რა ხდება ის და ამიტომ ის ეძებს ამ ნათელ წერტილს
აქ თუ იქ, სადაც ხდება ლაშა გიორგი, იქ ეძებს თავის მიჯნურს. სად არის მისი მეორე ნახევარი გესმის და იპოვის ერთ-ერთ სუფრაზე მოსამსახურე ქალს შეამჩნევს, ანუ ვინც იქ მსახურობს, სუფრას აწყობს და შეამჩნევს ამ თავის მიჯნურს პირველივე ნახვაზე მიხვდება რომ ეს არის ის და გამოიკითხავს, დააბარებს თავის მოსამსახურე ქალებს, რომ გამოიკითხეთ ვინ არის ეს. და გამოიკითხავენ და ეს არის გაღარიბებული ფეოდალის, ანუ უკვე გლეხად გადაქცეული ოჯახის შვილია. და ახლა მოიცა. როგორ შეიძლება მეფის ასეთ ღატაკი ოჯახიდან შვილზე დაქორწინება? აქ ხო იოანე მხარგრძელს, შალვა ახალციხელს და მის შვილებს უნდათ ლაშა გიორგიზე დაქორწინება რა? ხო, იმათ თავიანთი პერსპექტივები აქვს, რომ მეფეზე დააქორწინონ თავისი შვილი, ქალიშვილები. არა და ამ ლაშა გიორგის თავისი მიჯნური უკვე ნანახი ყავს, მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია, რომ ის ფეოდალის გაღატაკებული გლეხის შვილია, მაგრამ ეს ხომ სხვათა შორის მცდარი ინფორმაცია გავრცელებული, რომ ეს ქალი იყო გათხოვილი. არ იყო ეს ქალი გათხოვილი. ამ ქალზე ლაშა გიორგი ჩუმად დაიწერს ჯვარს, იმიტომ რომ იცის, რომ დიდი წინააღმდეგობა მოყვება ამათ ქორწინებას. მაგრამ მაინც დაიწერს ფშავში ჯვარს და ერთად იქნებიან და გაუჩნდება. ანუ როგორც დედოფლად თვითონ ლაშა გიორგი ამ ქალს აღიარებს, მაგრამ საზოგადოება არ აღიარებს. რუსუდანი გამოხდება იქ ხაჯი რქიანი. როგორ მეფის ცოლი როგორ უნდა იყოს ესეთი ოჯახის შვილი. გესმის, წარმოგიდგენიათ ადამიანები რა სიბნელეში არიან მაშინაც და დღესაც. გამოხდა რუსუდანი, გამოხდა მეორე რუსუდანი, ანუ მამიდას ხო რა თქმა უნდა, მამიდა თამარ მეფის მამიდას ხელი ექნებოდა ამაში გარეული. თამარ მეფის დას, რომელსაც თამარ მეფემ შვილები გაუზარდა, ბიზანტიიდან დაბრუნდა დაქვრივებული და მისი შვილები გაზარდა როგორც საკუთარი შვილები. მიიღო ოჯახში, ისე როგორც გადასცა ამის ან თავის დიშვილებს გადასცა ტერიტორიები გადასცა როგორც მმართველებს, ისე და ამ რუსუდანმა წარმოიდგინე რა ხაჯი უნდა იყო, რომ ამის შვილი, ანუ ასეთი ადამიანის შვილი, თამარ მეფის შვილი, თამარ მეფეს რომ ერთ სიტყვას არ უსმენდა, არც ერთი თავისიანი, ხომ წარმოგიდგენიათ, აიღო და დაუშალო მის მიჯნურთან ურთიერთობა. ლაშა გიორგი ახლა დიპლომატი იყო, დედამისისგან ნასწავლი ჰქონდა და ეუბნებოდა რომ დამაცადეთ რა და ისე გავაკეთებ როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ მე ამ ქალთან მინდა გამანებით თავი, ხო? ხომ ხედავთ რომ არ ვაშიარებ ამ საკითხს, ხომ ხედავთ რომ ჩუმად დავქორწინდი მასზე, ხომ ხედავთ რომ არ დედოფლად არ ვაღიარებ საქვეყნოდ, მაგრამ ჩემთვის მე მინდა მასთან ურთიერთობა, გესმის? არა და მოკლედ ერთი სიტყვით გაუმწარეს ცხოვრება და ვითომ თამარ მეფე ამ დროს ცოცხალია, გესმის? და თამარ მეფე რას აკეთებს და რას ამბობს ამასთან დაკავშირებით, არაფერი არ წერია ისტორიაში. ვითომ როგორ თამარ მეფე ცოცხალი იყოს და ამას დაუშვებს, რომ ეს მოხდეს? მაგრამ არავის არ აწყობს იმის თქმა, რომ თამარ მეფე აღარ არის ცოცხალი. და 1207 წელს უკვე 1207 წელს ამ ქალს კლავენ. ოღონდ ისტორია გვეუბნება, რომ ეს ვითომ თაღრეში დადიოდა და გაუფლიანდა და ცუდად გახდა და მოკვდა, მაგრამ არა. ეს ქალი მოკლეს, მოწამლეს, იმიტომ რომ არ აწყობდათ ლაშა გიორგის სიყვარულის ამბავი არ აწყობდათ, იმიტომ რომ არ იყო მაღალი. იგივე დედამისის თემა აქვს, ლაშა გიორგისაც დედამისის თემა აქვს, რაც ჰქონდა თამარს თემად, მთელი ცხოვრება რომ გაუმწარეს, ლაშა გიორგისაც იგივე პროგრამა ჩაირთო. და ლაშა გიორგი აღარ ქორწინდება უკვე სხვაზე, არავის სხვაზე აღარ ქორწინდება და მათი შვილი დავით ულუ სამეფო კარზე იზრდება.
და ამასაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს დავით ულუს. რუსუდანთან იზრდება ესეც დავით ულუ. წარმოიდგინე რომ იზრდება თავის დეიდაშვილებთან. მოიცა დეიდაშვილები გამოდიან, ხო? ხო, დეიდაშვილებთან. და ოღონდ არაკანონიერადო ვითომ ისტორია გვეუბნება, მაგრამ ჯვარი ჰქონდათ დაწერილი, ანუ სრული კანონიერი შვილი იყო დავით ულუ, სუსანასა და ლაშა გიორგის. და რუსუდანის, ანუ დავით ლაშა გიორგის დის შვილები, იგივე დავითი, რა თქმა უნდა კონკურენციას უწევენ ერთმანეთს, ვინ გახდება მეფე და მე იცით რომ ორ მეფობა იყო საქართველოში და დავით ულუ რომ წაიყვანა, იქ გაუგზავნა თავის შვილს თამარს რუსუდანმა და თამარ მეფის შვილიშვილსაც თამარი ერქვა, რომელიც გაათხოვეს გურჯი ხათუნი დაარქვეს, ესე თურქეთში გაათხოვეს და ძალიან დიდი რევოლუციები მოახდინა თამარის შვილიშვილმა თამარმაც იქ გურჯი ხათუნმა, მაგრამ რუსუდანი, ანუ თამარ მეფის შვილი, რომელიც ასევე სულთანის ცოლი იყო, ხო? ისეთ საზიზღარ რაღაცას აკეთებს, რომ ამ დავით ულუს გააგზავნის თავის შვილთან და სიძესთან თურქეთში და ეტყვის, რომ მოკალით. წარმოიდგინე, ლაშა გიორგი მკვდარია ამ დროს, იმიტომ რომ სიკვდილის წინ ანდერძად დაუბარებს თავის დას, რომ მოუარე ჩემ შვილსო რა. და ესეც პირობას მისცემს, რომ მოუვლიო, მაგრამ რას აკეთებს, ნახეთ რა. იმიტომ რომ დავით ნარინი მას მერე შეეძინება და დავით ნარინი უნდა რომ მეფე იყოს და დავით ულუ უშლის ხელს, იმიტომ რომ დავით ულუა წესით ისა მემკვიდრე, ხო? დავით ულუს ეკუთვნის ტახტი, მაგრამ რუსუდანის ამბიცია არის მისი ძალაუფლება. რა თქმა უნდა, თავისი შვილი უნდა რომ იყოს მეფე და ამ დროს აგზავნის თავის შვილთან, ქალიშვილთან, რომელიც გათხოვილი ყავს თურქეთში და ეუბნება რომ ეს მოკალით. და ისეთი საყვარელი შვილი ყავდა, წარმოიდგინეთ, თამარის შვილიშვილი, მიუხედავად რომ დედა ესეთი ქაჯი იყო, რომ არ მოკლავენ დავით ულუს და თავისთან ცხოვრობს დავით ულუ სულტანთან და თამარ მეფის შვილიშვილთან გურჯი ხათუნთან. ანუ თამარი ერქვა, მაგრამ გურჯი ხათუნი ეწოდებოდა ესე ზედმეტ სახელად და ლამაზი ხათუნი, ანუ ქართველი ლამაზიო, აი ესეთი გადმოთარგმნით ესე თურქულად რომ ქართულში გადმოთარგმნით ქართველი ლამაზმანია, ესე ეწოდება, ესე უწოდებენ თურქები გურჯი ხათუნ თამარს რა და გაიგებს, შეიტყობს ეს რუსუდანი რომ არ კლავენ და მშვენივრად ცხოვრობენ, ნუ ეხლა ისინი ერთად გაზრდილები არიან, როგორ შეიძლება რომ შენი ძმა მოკლა, ხო? ხო და სადღაცა ხო თამარ მეფის გენიც ხო გააქვს, არა, შვილიშვილს და განრისხდება ეს ქალი, რუსუდანი, ესე იგი თამარ მეფის შვილი, ეს ქაჯი და ამხედრებს თავის სიძეს. რომ ეტყვის, რომ ისო, შენი ცოლიო, თავის ბიძაშვილს იმასთან ღალატობსო რა, ბიძაშვილთან. ანუ ამ დავით ულუსთან ღალატობსო. და ისე დააჯერებს ამ კაცს, რომ წარმოგიდგენიათ, რომ ეს სულტანი, მიუხედავად რომ გიждდებოდა თავის ცოლზე, მართლა დაიჯერებს, ისი აცემინებს ამ თავის ცოლს, ანუ თავის შვილს აცემინებს. რუსუდანი თავისი წერილით თავის სიძეს აცემინებს, სისხლამდე აცემინებს თავის შვილს და შემდეგ არ კლავს, მაგრამ ამ დავით ულუს ჩააგდებს დილეგში, ანუ ორმოში ჩააგდებს და 5 წელი ცხოვრობს ეს დავით ულუ, 5 წელი იცხოვრა მხოლოდ ორმოში. როგორ გადარჩა, ანუ საჭმელს არ აწვდიდნენ, მაგრამ იყო არის ესეთი ისენი თქმულებები, რომ დავით ულუს ჩუმად აწვდიდნენ საკვებს რა, იმიტომ რომ ამას თავისი ხალხი ყავდა. ღვთისმფარველობა ჰქონდა, პირველ რიგში ღვთისმფარველობა ჰქონდა, იმიტომ რომ ეს კანონიერი შვილი იყო დავით ულუსა და მიჯნურობის შვილი იყო, წარმოიდგინეთ, სიყვარულის ნაყოფი იყო. გესმით? და სიყვარულის ნაყოფს ღმერთი ყოველთვის
რაღაცნაირად უწყობს ხელს ისე რომ თავისი მისია შეასრულოს და ამ დავით ულუს თავისი მისია ქონდა შესასრულებელი და ძალიან მაგარი მისია აქვს შესასრულებელი მოგიყვებით მაგასაც და აწვდიდნენ ჩუმად საკვებს ამ დავით ულუს თუმცა რუსუდანი რომელიც ასეთი გაქაჯებული და უკვე რქებამოსული არის რქები აქვს ამოსული ამ ხალს უკვე ისეთ მდგომარეობაში არის რომ უნდა რომ თავისი შვილი გაამეფოს მაგრამ ამ დროს შემოსული არიან მონღოლები და დაპყრობილი აქვს საქართველოს და იყოფენ უკვე აბა საქართველოში რა ვინ იყოს მეფე და ეს პერიოდია როცა რუსუდანს ხელიდან ეცლება თავისი ძალაუფლება რა თავისი ქვეყანა და ყველაფერი და სასწაულებრივი ძალებით ამ დავით ულუს გამოაპარებენ და იცი რა მოხდება ეს რა ქვია სიძე კი არა და ხო რუსუდანის გურჯი ხათუნის ქმარი რომელმაც ჩააგდო ამ ორმოში და ესეთ მდგომარეობაში ამყოფა რატომღაც გადაწყვიტავს რომ აი ეს დავით ულუ გააგზავნოს ისევ თავის ქვეყანაში რა რო გაიგებს რომ 5 წლის მერე ცოცხალია ამ ორმოში ხო და თან ეტყვის რომ თუ ამან არ მოკლა თავის ქვეყანაში კი არ გააგზავნოს იმებს გაატანს მეზღვაურებს გაატანს რომ მოკლან იქ რა მოკლან და საბოლოო ჯამში უნდა გაიყვანენ ამას ზღვაში და უნდა მოკლან და ეს დავით ულუ ეტყვის ამ მენაოსნებს თუ ვინც არიან რომ ბოლოს თხოვნას ეტყვის რომ მოდიო რა ერთი სანამ მომკლავთო ერთი ლოცვა წამაკითხინეთო და ხმამაღლა კითხულობს მეტირება ოღონდ ეხლა ხმა რო ამ კანკადა თუ მეტყობა არ ვიცი მაგრამ მე ვცდილობ რომ არ შევიტყო ბოლო ლოცვა წამაკითხინეთო რა და ბოდიში თქვენ გითხარით რომ ემოციური თემა არის და ამას ესე ვერ შევახები თქო ემოციების გარეშე ხო და ბოლო ლოცვას წააკითხინებენ ღვთისმშობლის ლოცვას წაიკითხავს და სხვადასხვა თავის დაწერილი ლოცვა არის და ღვთისმშობლის ლოცვას წაიკითხავს და ესენი შეკოჭავენ ამას რა და გადააგდებენ ზღვაში მაგრამ აი სასწაულებრივად ისეთი რაღაცა ხდება რომ შეეცოდებათ ამ მენაოსნებს ეს ვერ გაიმეტებენ ბოლომდე და გადაუგდებენ მორსაც ხო და ამ მორს ამ მორზე მოკლედ ეს მორი გადაარჩენს ამას და გაიტანს ნაპირზე რა და ეხლა ღვთისნება როცა არის ღვთისნებას ვერავინ ვერ აღუდგება წინ რა მოხდება ეს მოხდება მოკლედ ისევ საქართველოში დააბრუნებენ ანგელოზები იფარავენ ამ ადამიანს და დააბრუნებენ საქართველოში და გაამეფებენ კიდევაც აი აქ იგრძნობა ყველაზე დიდი ქმედება
რამხელა ძალა აქვს ღმერთს, რომ რაც ღმერთს სურს და რაც ღმერთის გეგმა, ამას ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს. აბსოლუტურად ვერაფერი ვერ უშლის და მიუხედავად იმისა, რომ თამარ მეფის შვილი რუსუდანი თავის შვილის გამეფებას ვერ მოეცება, თვითონ აი ესე ვიტყვი რა პირდაპირ ჩაძაღლდება რა ამ ბოდიშით. როგორ შეიძლება ის სადღაცა ბოროტი მაინც არის არა და ეხლა თამარ მეფის შვილზე რომ საუბრობ რუსუდანზე, ეხლა ერთი წუთით რა მეგობრებო, ცხვირი უნდა მოვიცე. ლაშა გიორგი არის ნათელი მხარე და რუსუდანი არის უკვე დაცემული მხარე რა და მოკლედ ერთი სიტყვით ორმეფობა მოხდება მე საქართველოში, თუმცა დავითულუ ვერ გამოიჩენს სიძლიერეს, ეს რა თქმა უნდა დათრგუნული ბავშვობის ადამიანია და აქ გამოიხატება მე რამდენად ხელს უშლის ეს ბავშვობა არაღიარებლობა მამისგან და დედისგან აღიარებულია, მაგრამ საზოგადოებისგან არ არის აღიარებული როგორც კანონიერი შვილი, როგორც ღვთის სიყვარული და როგორც სიყვარულის ნაყოფი ვერ აღიარებს საზოგადოება სიყვარულის ნაყოფს. ვერც ერთ დროში ვერ აღიარებს სიყვარულის ნაყოფის მიმართ დიდი აგრესია უჩნდება. ამიტომ მიჯნურობას ყოველთვის ხელს უშლის ბოროტი ძალა ამ დედამიწაზე, ამ დუალურ სამყაროში და ყველაფერს ცდილობს, რომ აუღიარებელი იყოს. ლაშა გიორგი გარდაიცვალა, იმიტომ რომ მისთვისაც აი როგორ გითხრათ რა, არ ვიცი ხა, რამდენად საზოგადოებას შეუძლია ამის მიღება, როდესაც მიჯნურობაზე არის საუბარი, მიჯნური როცა აღარ გყავს შენ, მიუხედავად იმისა, რომ განახეს, იცი ვინ არის, ხო, ზეციურმა ძალებმა გაგაცნეს და მიჯნურს რო გიკლავენ, ხო, შენთვის იქ ძალას გაცლიან, იცოდეთ რა. ანუ ძალას გაცლიან. განახევრებენ ადამიანს და თავისთავად დიდი ხანი ვეღარძლებს მე ის სულიც იმ სხეულში. ამიტომ მიყვება თავის მიჯნურს ისევ და ლაშა გიორგი ძალიან მაგარი მეფე იყო. თავის ვითარებაში როგორიც იყო, რასაც აკეთებდა, დედამისისგან ჰქონდა ნასწავლი, დედამისის შვილი იყო და უსმენდა დედამისს. საზოგადოებას კი არა, ეხლა ქაჯებს კი არ უსმენდა, დედამისს უსმენდა, ღვთის სიტყვას უსმენდა რა, ლაშა გიორგი. თუმცა ღვთის სიტყვა ამ დედამიწაზე ვიცით როგორც თავდება, ჯვარცმით, ხო? თუ არ შეცვლის სისტემას. და აქაც ჩანს, რომ ლაშა გიორგის იგივე მსხვერპლის მოთამაშე ფიგურა აღმოჩნდა როგორც დედამისი, თამარ მეფე. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორია და ჩვენი ქვეყნის ისტორია არ არის ვიღაცა ქვეყნის ისტორია. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ისტორიის ნაწილები, მეგობრებო. და როგორც მეფეები არიან ჩვენთვის, როგორ გითხრათ რა, სახე არიან ჩვენი სახე. რაც სამეფო კარზე ხდებოდა, იმის ნაყოფი ვართ ჩვენც ყველანი. და ჩვენ თუ გვინდა რომ ანალიზი გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმის ანალიზი რა ხდებოდა ჩვენ სამეფო კარზე და რატომ ვართ დღეს ჩვენ ამ დღეში. გესმით? განსაკუთრებით იმ ჭრილში ის კი არა რომ აი ვის შეუერთდით და რა გავაკეთეთ, იმ ჭრილში უნდა განვიხილოთ ჩვენ რამდენად ღვთიურები ვიყავით. გესმის? და რამდენად ღვთიურები ვიყავით, იმდენად ძლიერდება საქართველო. აბა თქვენ რა გონიათ რომ თამარ მეფემ ფულებით გააბრწყინა საქართველო? თამარ მეფემ თავისი სულიერებით გააბრწყინა საქართველო. და არა იქ რო ის ფული შემოუვიდა და იქ რო ის ფული შემოუვიდა. როგორც კი თამარ მეფე გარდაიცვალა, ეგრევე დაბნელდა ქვეყანაში.
ამისი თუ გვინდა რომ გჯეროდეს და ვიღაცები რომ ავრცელებენ თამარ მეფეზე რომ მძიმე ენერგეტიკის ადამიანი კი არ იყო თამარი მძიმე ენერგეტიკის წინააღმდეგ იბრძოდა თამარი და იმ პერიოდში მძიმე ენერგეტიკა იყო ყველგან ბნელეთი იყო ყველგან და თამარ მეფეს აწერენ მძიმე ენერგეტიკის მატარებელი იყო და მძიმე ენერგეტიკის მატარებელი რო ყოფილიყო გაბრწყინებული საქართველო კი არ დაერქმეოდა საქართველოს ოქროს ხანა კი არ დაერქმეოდა მძიმე შავი იმის ხანა ჭირის ხანა როგორც დაერქვა სრულიად მსოფლიოში ამ პერიოდს თამარ მეფის დროს მსოფლიოში ქვია სიბნელის ხანა და საქართველოში ქვია ოქროს ხანა. რატო დაერქმეოდა საქართველოში დაერქმეოდა სიბნელის ხანა რა ვერ დაერქმეოდა თუ რა ვინმე შეუშლიდა ხელს. რთულია ამ თემაზე საუბარი ჩემთვის ძალიან ემოციური ვარ ამ ხრივ და მე ხა დაგემშვიდობებით მე მგონი გითხარით საკმარისი გაკოცეთ ყველას